მოგესალმებით. დღეს მინდა რომ ერთად ჩავუღმავდეთ ინგლისური ენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ხანდახან დამაბნეվել თავსადეხეს. ეს არის არსებითი სახელების მრავლობითი რიცხვი. იმედია მზად ხართ ამ პატარა თავგადასავლისთვის. მე მარიტა ვარ, თქვენი მასწავლებელი და მიხარია რომ დღეს ერთად ვართ. ჩვენ გავივლით აბსოლუტურად ყველა წესს, დავიწყებთ ყველაზე მარტივი რეგულარული ფორმებით და მივალთ ყველაზე რთულ გამონაკლის შემთხვევებამდე. მოდი, პირდაპირ დავიწყოთ ერთი კითხვით, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგან საფიქრებს. როგორ არის სწორი? The media has to the media have. საქმე ისაა, რომ ტექნიკურად სიტყვა media ლატინური სიტყვის medium-ის მრავალობითი ფორმაა. თუმცა დღევანდელ ინგლისურში მას ძალიან ხშირად ისე იყენებენ თითქოს მხოლობითში იყოს. მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამაში და ზუსტად გავარკვიოთ, სად რომელი ფორმა ჯობს. სანამ იმ რთულ და სიმართლად გითხრათ ცოტა დამაბნეվել შემთხვევებზე გადავალთ, მოდით ჯერ მყარი საფუძველი ჩავყაროთ. გავიხსენოთ ის ძირითადი, ფუნდამენტური წესები, რომლებიც ინგლისური არსებითი სახელების აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება. დავიწყოთ ყველაზე მარტივით. უმეტეს შემთხვევაში სიტყვას უბრალოდ ვუმატებთ s. აი მაგალითად, car ხდება cars. თუ სიტყვის ბოლო ასოებია s, sh, ch, x ან z, მაშინ უკვე ვამატებთ s, როგორც ბასის შემთხვევაში, რომელიც ხდება ბასის. საინტერესო ამბავია o-ზე დაბოლოებულ სიტყვებთან. თუ o-ს წინ ხმოვანი დგას, ვამატებთ მხოლოდ s, როგორც ზუს შემთხვევაში, მაგრამ თუ თანხმოვანია, მაშინ უკვე s ვამატებთ, როგორც სიტყვაში hero. ახლა გადავიდეთ y-ზე. აქაც ძალიან მარტივი ლოგიკაა. თავარია დავაკვირდეთ ერთ რამეს. რა ასო დგას y-ს წინ? თუ თანხმოვანია, მაშინ y-ს ვცვლით es-ით. მაგალითად baby ხდება babies. ხოლო თუ y-ს წინ ხმოვანია, მაშინ არაფერს ვცვლით და უბრალოდ s უწერთ, როგორც key ხდება keys. ლოგიკურია არა? და აი, კიდევ ერთი კლასიკური წესი, რომელიც ეხება f-ზე ან f-ზე დაბოლოებულ სიტყვებს. აქ წესი გვეუბნება, რომ დაბოლოება უნდა შევცვალოთ vs-ით. მაგალითად, one wolf ხდება two wolves და one life იქცევა two lives-ად. მაგრამ როგორც ინგლისურს ჩვევია, აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, roofs და chiefs, რომლებსაც უბრალოდ s ემატება. კარგი, ახლა კი გადავდივართ ჩემს საყვარელ ნაწილზე. არარეგულარული ფორმები. ეს ის სიტყვებია, რომლებიც ასე ვთქვათ, საკუთარი წესებით თამაშობენ. ისინი ხშირად ინგლისური ენის ისტორიის ცოცხალი მოწმეები არიან, სიტყვები, რომლებიც სხვა ენებიდან შემოვიდნენ და თავიანთი უნიკალურობა შეინარჩუნეს. და რატომ თამაშობენ ეს სიტყვები საკუთარი წესებით? იმიტომ, რომ მათ საკუთარი ძალიან საინტერესო ისტორია აქვთ. ბევრი ასეთი არარეგულარული ფორმა, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც აკადემიურ და სამეცნიერო ენაში ვხვდებით, პირდაპირ ბერძნული და ლათინური ენებიდან არის გადმოსული. მოდით შევხედოთ ამ ცხრილს. თავიდან შეიძლება ცოტა რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ აქაც არის გარკვეული პატერნები, რომლებსაც თუ დავიმახსოვრებთ, ყველაფერი გაგვიმარტივდება. მაგალითად, სიტყვები, რომლებიც ბოლოვდება is-ზე, მრავლობითში s-ზე დაბოლოვდება. Hypothesis ხდება hypothesis. Is იცვლება it. Stimulus, stimuli. ხოლო on, am, ხშირად იცვლება ate, როგორც criterion ხდება criteria. და რა თქმა უნდა, არის სიტყვების ჯგუფი, რომლებიც არცერთ ლოგიკას არ ემორჩილებიან. ესენი უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ. კარგი ამბავი ისაა, რომ მათ ყოველდღე ვიყენებთ და ალბათ უმეტესობა თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. Man, child, children, foot, feet და ასე შემდეგ. კარგით, თუ აქამდე მოხვედით, ესე იგი მზად ხართ ნამდვილი გამოწვევისთვის. გადავდივართ ყველაზე რთულ შემთხვევებზე, კრებით სახელებსა და სხვა გამონაკლისებზე. აქ უკვე ნიუანსები და კონტექსტი წყვეტს ყველაფერს. რა არის კრებითი სახელი? წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ერთი ყუთი, რომელშიც ბევრი სხვადასხვა ნივთია. სიტყვა ერთია, მხოლობით რიცხვშია, მაგალითად staff, პერსონალი, team, გუნდი, family, ოჯახი, მაგრამ შინაარსით ის ბევრ წევრს აერთიანებს და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. და აი, სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო და ცოტა დამაბნეველიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამერიკულ ინგლისურს ვიყენებთ თუ ბრიტანულს. ამერიკულ ინგლისურში, როგორც წესი, კრებით სახელს აღიქვამენ როგორც ერთმთლიანობას, ერთ გუნდს და ამიტომ იყენებენ მხოლობითი რიცხვის ზმნას. The staff was helpful. ბრიტანულში კი ხშირად ფიქრობენ ჯგუფის ცალკეულ წევრებზე და ამიტომ მრავლობითი რიცხვის ზმნას იყენებენ. The staff were helpful. მთავარია იცოდეთ, რომ ორივე სწორია, უბრალოდ სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება. კარგი,
განვიხილეთ სიტყვები, რომლებიც იცვლებიან. ახლა კი მოდით ვნახოთ ისეთი სიტყვებიც, რომლებიც საერთოდ არ იცვლებიან. მათი მხოლობითი და მრავლობითი ფორმა ზუსტად ერთნაირია. ეს ალბათ ყველაზე მარტივი წესია, იმიტომ რომ წესი ფაქტობრივად არ არსებობს. ერთი ცხვარი არის one sheep, ორი ცხვარი არის two sheep, არა sheeps. იგივე ეხება deers, ირემი, fish, თევზი და ასევე სიტყვებს species, სახეობა და series, სერია. მათი ფორმა უცვლელია. და ბოლოს, ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროთ, რადგან შეცდომას აქ ხშირად უშვებენ. ეს არის სიტყვა police. დაიმახსოვრეთ, ეს სიტყვა ყოველთვის მრავალობით რიცხვშია. ჩვენ არასდროს ვამბობთ the police is. სწორი ფორმაა the police have. ეს უბრალოდ უნდა ვიცოდეთ. კარგი. მოდით ახლა ერთი სწრაფად გადავალოთ თვალი ყველაფერს, რაც დღეს გავიარეთ, რომ ეს ცოდნა კარგად მოვირგოთ და ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩეს. ესე იგი, რა გამოგვივიდა? ჩვენი თავსატეხე მგონი ნამდვილად ამოხსენით. ვიცით, რომ რეგულარულ ფორმებს უმატებთ s, an, es. არარეგულარულ ფორმებთან ვეძებთ ბერძნულ და ლათინურ პატერნებს. კრებით სახელებთან ვაზუსტებთ. ერთ-ერთეულზე ვსაუბრობთ თუ ცალკეულ წევრებზე. გვახსოვს, რომ ზოგი სიტყვა არ იცვლება, როგორც sheep, და ზოგი კი ყოველთვის მრავლობითშია, როგორც police. ახლა, როცა ეს ყველაფერი უკვე იცით, თქვენს ხელშია გასაღები, რომლითაც კიდევ ბევრ ინგლისური ენის საიდუმლო სახდით ფარდას. დაფიქრდით, რომელი იქნება თქვენი შემდეგი გამოწვევა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ჯერზე.